ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას ისევ ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებული რუბრიკით, რომელსაც ტრადიციისამებრ ნათია შათერიშვილი უძღვება. ნათია, დღემშვიდობის დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. საინტერესო თემა გვაქვს დღეს ძალიან და სტუმარით შესაბამისად, ამიტომაც გისმენთ ყურადღებით ერთად წარვადგინოთ ჩვენი დღევანდელი გამოშვების სტუმარი. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გვყავს უნიჭერესი ქალბატონი მეგი საჯაია, საქართველოს ჯანდაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემები აქვს მას განსახილველად ჩვენთან მოტანილი და იმაზეც კი ვიფიქრე, რამდენად გვეყოფოდა დღევანდელი გადაცემა. მოდი პირდაპირ გადავიდეთ ქალბატონ მეგისთან, კითხვით, რამ გამოიწვია ქალბატონ მეგი ჯანდაცვის ფედერაციის დაფუძნება, საჭიროება ამის და ვისაუბროთ თქვენს მიზნებზე, რა გაქვთ სამომავლო მიზნები, როგორ ჩვენ ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია აკრედიტირებული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გაქვთ ძალიან ბევრი ბენეფიტები და მოდით ვისაუბროთ აი ამ თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რატომ გაჩნდა საერთოდ მისი დაარსება საჭირო და აუცილებელი. მოგესალმებით, სანდრო ქალბატონ ნათია. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს ექიმების, კომუნიკაციის ექსპერტების და მეცნიერების გაერთიანებას. ეს ორგანიზაცია შეიქმნა 2020 წელს და ორგანიზაციის შექმნის საჭიროება გამოიწვია კორონავირუსის პანდემია. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მოსახლეობაში ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, მოგეხსენებათ ზოგადად დეზინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სოციალური ქსელები და ის გარემო, რომელიც ჩვენს გარშემო არის შექმნილი, ცოტა ართულებს სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა ორგანიზაცია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია, რომელიც თავისი აქტივობებით ხელს შეუწყობდა პროფესიონალი ექსპერტების მიერ, ექიმების მიერ საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის გავრცელებას. და იმ პერიოდიდან ჩვენ გვქონდა არაერთი პროექტი, იყო პროექტი უსაფრთხო სოფელი, იყო პროექტი ექიმები გვიზიარებენ სიცოცხლეს, აქ იყო მოგეხსენებათ პანდემიამ ასევე წარმოქმნა ძალიან სერიოზული პრობლემა უსაფრთხო სისხლის მარაგების ქვეყანაში. ვაკეთებთ პოპულარიზაციას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, ასევე როგორიც არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაავადებების გავრცელების საფრთხე, რეგიონებში ჩავყავდა ექიმები, ვაკეთებდით ერთობლივ საინფორმაციო შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. გქონდა ასევე მასშტაბური სამედიცინო აქციები, მოგეხსენებათ იმ პერიოდში მოსახლეობას ძალიან უჭირდა ფინანსურათაც და გადაადგილების პრობლემაც იყო ექიმთან ვიზიტი, შესაბამისად თბილისიდან ჩავყავდა საუკეთესო სპეციალისტები და აქვე მინდა მე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი ეთერის საშუალებით ყველა იმ კლინიკის ექიმს და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალის ხელმძღვანელს ბატონ ივანე ჩხაიძეს, რომლის მეთაურობით ჩვენ არაერთი უფასო სამედიცინო აქცია ჩავატარეთ. და ეს აქციები იყო ძალიან მასშტაბური. 500-600 უფასო კონსულტაცია გურჯაანის რაიონში, თიანეთში, მცხეთაში, ლენტეხში, ჩოხატაურში და ასე შემდეგ. აი ამ აქტივობების შემდგომ უკვე საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ დაიწყო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობა, როგორიც არის სისხლის უანგარო დონაცია, კიბოს კლინიკის პოპულარიზაცია, თანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და გეგმავთ და ვახორციელებთ ქვეყნის მასშტაბით ეროვნულ კამპანიებს. აი, თუ შეგიძლიათ გითხრათ იმ აკრედიტაციასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ჯანდაცვის სამინისტროდან გააქვთ მიღებული და მონიჭებული. ეს არის პროგრამის აკრედიტაცია, ანუ ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მეორე მიმართულება, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი აქტივობით ხელი შეუწყოთ ქვეყანაში სამედიცინო მედიაციის განვითარებას. მოგეხსენებათ, დღეისათვის საკმაოდ სერიოზული პრობლემა არსებობს ექიმებსა და პაციენტებს შორის კომუნიკაციის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პროფესიონალი იურისტების, ფსიქოლოგების და კომუნიკაციის ექსპერტების ჩართულობით შეგვექმნა პროგრამა პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ, გვესწავლებინა ექიმებისთვის უფრო სიღრმისეულად სამედიცინო ეთიკა, უფლებები, ანუ სხვადასხვა როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები პაციენტების, ასევე საერთაშორისო კოდექსებით და ასევე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად ამ პროგრამაში ჩაგვერთოთ პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელიც სამედიცინო პერსონალს ასწავლის სტრესთან გამკლავებას, სტრესის მართვას გართულებული კომუნიკაციის პირობებში. ეს პროგრამა გაეშვა, ანუ გადის განამზადება პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან
2025 წლის აგვისტოში, პროგრამის ნომერი არის 1090. 6 კრედიტ ქულას ვანიჭებთ ექიმებს ამ პროგრამის, ამ ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ. 8 საათი გრძელდება ჩვენი შეხვედრა ექიმებთან და პირველი ტრენინგი ჩატარდება სწორედ 12-13 დეკემბერს. სასტუმრო გლაროსში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უკვე რეგისტრირებული არიან ამ ტრენინგზე და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება თითოეული ექიმისთვის. სასარგებლო, საინტერესო ერთია და სასარგებლო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის, რომ აკრედიტაციას ქულებს ანიჭებთ, კრედიტებს და ვიცით, რამდენად რთულია ამ კრედიტების მოპოვება და როგორი მნიშვნელოვანია ფაქტიურად წარმოუდგენელიც არის აი ამ ქულების კრედიტების მოგროვება და შესაბამისად თუ ეს ქულებიც იქნება ამ სემინარების დროს მინიჭებული, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს გაუკეთებთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ასევე მინდა გკითხოთ იმ თანაორგანიზატორობასთან დაკავშირებით, რომელიც კონგრესის მიმართულებით ჩატარდა ხო უმნიშვნელოვანესი კონგრესი რამდენიმე დღეს. გულისხმობთ ალბათ სამედიცინო სამართლის კონგრესს, რომელიც სამედიცინო სამართლის პირველად საქართველოში გაიმართა 2024 წლის 15 ივნისს ჩვენმა ორგანიზაციამ, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის ორგანიზაციამ, ქალბატონ ნინო ლიპარტიას ხელმძღვანელობით, რომელიც გახლავთ იურისტი, ძალიან მაღალი ორგანიზაციის წევრი და ასევე ერთ-ერთი ტრენერი ჩვენ საკრედიტებულ პროგრამაში დავგეგმეთ და განვახორციელეთ ეს პროექტი, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის. დაახლოებით 250 სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელი პირი, ექიმები, მოსამართლეები, იურისტები ესწრებოდნენ აღნიშნულ კონგრესს. ასევე საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ 2024 წელს ჩაატარა კვლევა ინფორმირებული თანხმობის სტანდარტების შესახებ, რომელმაც საკმაოდ სავალალო შედეგები მოგვცა, მინდა გითხრათ. გამოკითხვილი მოსახლეობის უმრავლესობამ იცოდა, როგორი მნიშვნელოვანია ინფორმირებული თანხმობის სტანდარტების დაცვა, ზოგადად რას გულისხმობს ინფორმირებული თანხმობა, თუმცა აღმოჩნდა კვლევის შედეგად, რომ მხოლოდ 18% შემთხვევაში იყო დაცული აი სტანდარტები, რომელიც მოწოდებულია საქართველოს კანონმდებლობით. გულისხმობ იმას, რომ აუცილებელია ექიმმა პაციენტს აუცილებლად მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია, განსაკუთრებით და დაიცვას ინფორმირებული თანხმობის სტანდარტები, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ოპერაციების, ქირურგიული ჩარევების, ქიმიოთერაპიების და ასე შემდეგ სხვადასხვა შემთხვევებში. და არა სანამ პაციენტი გამოვა საოპერაციოდან, მის შესახებ ინფორმაციები უკვე გაჟღერებული და გასულია, ხო? კონფიდენციალურობის ნაწილს გულისხმობთ ალბათ. ეს სხვადასხვა თემებია, რომელსაც რასაკვირველია ჩვენი ტრენერები ამ სემინარზე დაფარავენ. რაც შეეხება სამედიცინო სამართლის კონგრესს, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჯანდაცვის სისტემის ისტორიაში, ზოგადად ჯანდაცვის სამინისტრო იყო აქტიურად ჩართული და ასევე მოსამართლეები, ექიმები, როგორც მოგახსენეთ, იყო დისკუსიის ნაწილი, საკმაოდ ისეთი დიდი დრო დაუთმეთ დისკუსიას და გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც სამწუხაროდ დღეისათვის არსებობს სამედიცინო სფეროში და ჩვენ გეგმავთ, რომ ეტაპობრივად საკმაოდ რთული სამუშაო იქნება, მაგრამ მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემები და დავიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა. რთული სამუშაო არის ამავდროულად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი და ალბათ სწორედ ამან გამოიწვია იმ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გაერთიანება თქვენთან ერთად. ხო და ალბათ აი ამ ეს კოჰაბიტაცია ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგამდე გაგიყვანთ, რახანაც ამაში არის როგორც სამართლებრივ ჭრილშიც გადიხართ, ასევე სამედიცინო ჭრილში განიხილება და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები დაიდება და შედეგები გვექნება ძალიან კარგი. ამისათვის არის საჭირო სისტემური მუშაობა. აი სამომავლო დრას გეგმავთ აი ამ ორგანიზაციას ჯანმრთელობის ფედერაცია, ხო? საკმაოდ ისეთი სახელწოდება აქვს. რა გეგმები გაქვთ, როგორ ფიქრობთ, სად გვაქვს კიდე პრობლემა და რა პრობლემის წინ წამოწევას ფიქრობთ და ამოგვარებას? როგორ შეიძლება თუ შესაძლებელი იქნება დავყოფ თემებს, ან ჩვენ როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს, დრო მცირე გვაქვს და ვცდილობ რომ ჩავეტიო და თქვენს მსმენელს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო ჩვენი ორგანიზაციის როგორც მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა გავაკეთო აქცენტი სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციაზე, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად. ეს არის სისხლის უანგარო დონაცია და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენს მაყურებელს მივმართავ, რომ
სისხლის უანგარო დონაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. სისხლის მიღება ხელოვნური ხსნარებით არ ვერ ხდება სისხლის ჩანაცვლება, სისხლის მიღება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სხვადასხვა, თქვათ, ავარიების, დამწვრობების, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ასე შემდეგ, შესაძლებელია მხოლოდ უანგარო დონორის მიერ გაღებული სისხლის გადამუშავების შედეგად. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხსნარი, სისხლი, რომლის გადასხმა სწორედ აი ასეთ კრიტიკულ შემთხვევებში ხდება აუცილებელი და სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობა ამას ბოლომდე ვერ იაზრებს. თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა თავისი ჯანმრთელობის სრულიად უსაფრთხოდ მივიდეს და წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ მაინც ჩააბაროს სისხლი. მაშინ, როდესაც მსოფლიოში კვლევები დადასტურებულია, რომ ჯანმრთელ ადამიანს წელიწადში 5-6-ჯერ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის სრულიად უსაფრთხოდ სისხლის გაღება და ჩვენ ვასაკვირველად ვაპირებთ, რომ ამ თემებზე გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, ჩვენი ორგანიზაცია უკვე 2022 წლიდან აქტიურად მუშაობს კიბოსკრინინგის პოპულარიზაციაზე. წელს ასევე გვქონდა ჩეხეთის კარიტასთან თანამშრომლობით ორი კამპანიის მაგის შესაძლებლობა დაგვეგეგმა ორი კამპანია და გაგვეხორციელებინა. ეს იყო ერთი ძუძუს კიბოსკრინინგის პოპულარიზაცია და საშუალო სყელის კიბოსკრინინგის პოპულარიზაცია. ანუ იმ სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია, რომელიც არის ასევე ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიიღონ ინფორმაცია აღნიშნული სერვისების შესახებ და გამოიყენონ ის სიკეთე, რომელსაც მათ სთავაზობს სახელმწიფო. რაში მდგომარეობს ეს? ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო თბილისში 2008 წლიდან მოქმედებს სახელმწიფოს ძუძუს სკრინინგის, კიბოსკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევები შეუძლიათ ჩაიტარონ ქალბატონებმა 40-დან 70 წლამდე და თქვენს ორგანიზაციას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ თქვენ ასევე ყოველთვის დგახართ იქ, სადაც საჭირო და სადაც ჭირდება მოსახლეობას და მე ნახე თქვენს მიერ ორგანიზებული მასშტაბური ღონისძიებები სწორედ ძუძუს კიბოსკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული და მადლობა ამისთვის. კიდევ ერთხელ მოსახლეობას მოუწოდებ, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, ასევე 25-დან 60 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ ჩაიტარონ საშუალო სყელის კიბოსკრინინგული გამოკვლევები აბსოლუტურად უფასოდ. უფასო ეს არის მოსახლეობისთვის, თორემ სახელმწიფო ამაში საკმაოდ სერიოზულ თანხას იხდის. კი ბატონო და ასევე ქალბატონებს და მამაკაცებს 50-დან 70 წლამდე შეუძლიათ ჩაიტარონ მსხვილი ნაწლავის კიბოსკრინინგული გამოკვლევები ასევე აბსოლუტურად უფასოდ საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვმუშაობთ ამ პროექტებზე სახელმწიფოსთან თანამშრომლობით და იმედი მაქვს, რომ სამოულთაც შევძლებთ გავაგრძელოთ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ გვქონდა მიმდინარე კამპანია წელს, ეს იყო შიცის და ტუბერკულოზის საგანმანათლებლო კამპანია, რომლის ფარგლებში ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 30 სემინარი, უბრალოდ ჯერ არ დაგვისრულებია, დაგეგმილია განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დავგეგმეთ 30 სემინარი საქართველოს მასშტაბით, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე პროფესიულ კოლეჯებში, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სასწავლებლებში და უშუალოდ სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, ადმინისტრაციასთან გვაქვს მასშტაბური შეხვედრები და ვუხსნით მათ, რომ აქაც სახელმწიფო სერვისები გვაქვს საკმაოდ გამართული, აწყობილი, როგორც შიცის, ასევე ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში არის უფასო და კონფიდენციალური. ჩვენ ასევე გვქონდა ამ მიმართულებით როგორც მსოფლიო დღეების აღნიშვნა კამპანიის ფარგლებში, ასევე გადავიღეთ საინფორმაციო ხასიათის მასალები და ასევე ბეჭდური მასალები ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ მოვახდინოთ იმ სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია, რომელიც უშუალოდ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. ეს ერთი ნაწილი, რაც შეეხება სამედიცინო მედიაციას და პაციენტებთან კომუნიკაციას და სამედიცინო მედიაციის განვითარებას და ხელშეწყობას საქართველოში, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. რამოდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობთ, ვატარებთ კვლევებს, როგორც პაციენტთა კმაყოფილების კვლევებს, ასევე თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევებს სამედიცინო დაწესებულებებში მუდმივად. შემდეგ ხდება ამ კვლევების შედეგების გაანალიზება და კლინიკებისთვის რეკომენდაციის მიცემა, თუ რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა გაკეთდეს, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. და რასაკვირველია, ტრენინგები გაგრძელდება, ჩვენ რამოდენიმე კლინიკასთან გვაქვს თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში და ასევე ვაპირებთ, რომ ეს პროექტი ცოტა ეს სამომავლო გეგმებია, ნახოთ რაღაც პროექტი
ასე ვთქვათ, ველოდებით დაფინანსებას, რომ ეს იყოს უფასო, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება, როდესაც სასტუმროში ხდება, ვთქვათ, აქირავება ფართის, კვების ნაწილი და ასე შემდეგ და გვინდა ჩვენ რომ ამ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა ფინანსურად გქონდეთ ექიმებს, რაც შეიძლება მეტი ექიმი დაესწროს და ამისთვის ვცდილობთ რომ მოვიპოვოთ ფინანსები, რომ ეს ყველაფერი ექიმებისთვის იყოს უფასო. და ასევე დავეხმაროთ კლინიკებს, რომ საკუთარ სამედიცინო დაწესებულებებში დაანერგონ სისტემები, რომელიც შეუწყობთ მათ ხელს და მათ ადმინისტრაციას დროულად მოახდინონ იდენტიფიცირება პრობლემების, დროულად გაიგონ არა მარტო პაციენტების, არამედ მათთან დასაქმებული პერსონალის პრობლემები, რომ მოხდეს უკვე შემდგომში მუშაობა ამ მიმართულებით, რადგანაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ალბათ თქვენი თითოეული მსმენელი დამეთანხმება და საკუთარ თავზე ან საკუთარ ოჯახზე აქვს გამოცდილი თუ რამხელა პრობლემა იქნება, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში მივდივართ და იქ არის არასათანადო მოპყრობა ან არასათანადო კომუნიკაცია. სწორედ აქეთკენ მივდივართ ახლა, რომ ეს კითხვა მინდოდა დამესვა და გაგაწყვეტინებოდა. როგორ ფიქრობ, რა ეშველება იმ პრობლემას, რომელიც ესე გლობალურია და საზოგადოებაში მუსირებს ის აზრი და არა მარტო მოსრირებს, ნუ რეალურადაც ნაწილობრივ ეთანხმები, რომ ნდობა პაციენტსა და ექიმს შორის ფაქტიურად არ ვიცი უკვე რამდენი პროცენტიღა არის შემორჩენილი ჩვენ და საუბედუროთ, ხო? აი როგორ ფიქრობ, ალბათ დარწმუნებული ვარ გიმსჯელია და გიფიქრიათ ამ თემებთან დაკავშირებით, რა ეშველება ამ პრობლემას? მოგვარებადია, როგორ ფიქრობთ? ზოგადად ეს პრობლემა არ დგას მხოლოდ საქართველოში დღის წესრიგში. ეს პრობლემა არსებობს სოფლიოში, რომ ზოგადად ნდობა ექიმების მიმართ ჩვენი გამჭირვებია, ჩვენი პრობლემა რაც შეეხება საქართველოს. იცით როგორ არის, ანუ ვერ ვიტყვით რომ აი ეს პრობლემა, რომელიც დღესაც არსებობს, დღეს დაიწყო ეს ძალიან დიდი ხნის წინ არის დაწყებული. არ დაიწყო, მაგრამ დღეს დაიწყო საუბარი. გაამწვავა პანდემიამ და მოგეხსენებათ საკმაოდ ცუდი პერიოდი გამოვიარეთ ამ მიმართულებით, რასაკვირველია ნდობის გრევას ამანაც შეუწყო ხელი. ცოტა მინდა ხოლმე რომ ვიყო მოზომილი და რამე ისეთი არ თქვა, რომ ვინმე გაღიზიანდეს, მაგრამ გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფარმაცევტული კომპანიების ბაზარზე შემოსვლამდე აქტიურად ექიმებთან თანამშრომლობამ კიდევ უფრო მეტად უნდობლობა გააჩინა ექიმსა და პაციენტს შორის, როდესაც პაციენტს აქვს იმის შიში, რომ რაღაც მედიკამენტს ექიმი ხომ არ უნიშნავს თავისი ფინანსური ინტერესიდან გამომდინარე. ეს ერთი, ასევე ექიმების უდროობა არის პრობლემა, ძალიან ბევრი პრობლემაა. მე 5 წუთში ვერ შევძებ, თუნდაც 1 საათში ამ ყველაფერზე, რომ ესე კარგად და ლამაზად ჩამოყალიბებთ ვისაუბრობ, მაგრამ რამდენად ხედავთ მოგვარებადია. ეს აბსოლუტურად მოგვარებადია, თუ კი ჩვენი ორგანიზაციაც, კიდევ სხვა ბევრი ორგანიზაცია იმუშავებს ამ მიმართულებით. რაღაც ღონისძიებები რომ გატარდეს. ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ექიმებთან პირველ რიგში ცნობიერების ამაღლება, თუ რას გულისხმობს კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ, რისი უფლება აქვს პაციენტს, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ პაციენტს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე, პაციენტო გქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია, პაციენტის მიმართ გქონდეს ემპათია და ასე შემდეგ. დაუთმოთ პაციენტს, რომ ეხლა როდესაც თქვათ, მე ვერც ექიმებს დავადანაშაულებ ამ საკითხში, რომ თქვათ ნახეთ როგორ არის, თუ კი შენ გაქვს 15 წუთი მხოლოდ განსაზღვრული იმისთვის, რომ ერთი პაციენტი და მეორე უნდა მიიღო, თქვა 15 წუთში პაციენტი. მაშინ როდესაც პაციენტი ექიმთან არ მიდის მხოლოდ იმის გამო, რომ მას რაღაც აწუხებს, მაგრამ ექიმისგან სჭირდება ასევე ემპათია, თანაგრძნობა, მოსმენა, ანამნეზის შეკრების პროცესი არის საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ შეიძლება ვთქვათ 1 საათი გაგრძელდეს ნორმალურ შემთხვევაში. ასევე პაციენტთან სწორი და ჯანსაღი კომუნიკაცია გულისხმობს იმას, რომ პაციენტს უნდა ესაუბროს ექიმი და არა ვთქვათ ისტორია შეავსოს ამ პარალელურ პროცესში. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, რომელიც არის მოგვარებადი, ექიმები საკმაოდ ჩვენი საზოგადოების განათლებული ყველაზე ისეთი ფენა არის, რომელსაც შეუძლია მარტივად აითვისოს ეს ყველაფერი, სწავლადია, გამოსწორებადია, უბრალოდ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ექიმებთანაც, ასევე მათ უნდა დავანახოთ თუნდაც კვლევების შედეგებით პაციენტების პრობლემები და ვაჩვენოთ თუ რატომ გაფუჭდა ნდობა. კი ბატონო, ნუ თავარია სწორი მიდგომები. ეს უნდა იყოს თავარია სწორი მიდგომები და ეს არ უნდა იყოს ვიღაცის გაღიზიანების მიზეზი. კი ბატონო. ეს არის რეალური პრობლემა, რომელიც უნდა მოვაგვაროთ და მე მინდა გითხრათ, რომ ექიმებიც
ძალიან ხშირად არიან პაციენტები და მათი ოჯახის წევრები არიან პაციენტები და როდესაც ისინი მიდიან სხვა კლინიკაში მომსახურების მისაღებად, აი სწორედ მაშინ ხედავენ იმ პრობლემებს, რომელსაც შეიძლება საკუთარი კაბინეტიდან ვერ ამჩნევდნენ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მადლობა, მეგი, კიდევ ერთხელ თქვენ. მადლობა ნათია, საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის.